ყურადღებით მიგულეთ, მეგობრებო, ჩვენი ჩემპიონის ილია თოფურიას მომავალი ბეწვზე კიდია და მიზეზი მხოლოდ ოქტაგონი არ არის. მის პირად ცხოვრებაში ნამდვილი ომია გაჩაღებული. დღეს განვიხილავთ მატადორის სპორტულ პერსპექტივებს. ინტერნეტში ვრცელდება ხმები, თითქოს ილია 2026 წელს აღარ იჩხუბებს და ქამარს ვაკანდორს დატოვებს, რათა ის გეიჯიმ და პიმბლეტმა გაითამაშონ, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო ღრმაა. ილია ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, თუმცა ის ახლა ისეთ პირად ჯოჯოხეთს გადის, რომელიც ნებისმიერ მებრძოლს გატეხდა. მოდით ცივ გონებაზე გავაანალიზოთ, რატომ დგას მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ და რას გვიმალავს UFC-ს კულისები. ანალიტიკური მიმოხილვა. სპორტული თვალსაზრისით ილია პიკშია, მაგრამ გარემო მის გარშემო აგრესიული გახდა. ჩემი ინფორმაციით, სპორტული გეგმები ძალაში რჩება, თუმცა ფსიქოლოგიური წნეხი უპრეცედენტოა. 2026 წელი გადამწყვეტი იქნება. UFC-ს ხელმძღვანელობა როგორც წესი მოთმინებით არ გამოირჩევა. გაიხსენეთ ჯამაჰალ ჰილი ან იჟი პროჰასკა, რომლებსაც ქამრის დათმობა აიძულეს. ილია ახლა ორგანიზაციის ოქროს თევზია, მაგრამ ტრამვაზე უარესი რამ სჭირს, ოჯახური დანგრევა და სასამართლო პროცესები. ჩვენ ქართველებმა ვიცით, რას ნიშნავს ბრძოლა, მაგრამ აქ მტერი ოქტაგონზე კი არა, დარბაზის გარეთაა. მაღალი დონის მომზადება სჭირდება სულიერი სიმშვიდე, რაც ილიას ახლა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ის გეგმავს მინიმუმ 2 ბრძოლას, რათა თავისი სტატუსი დაიცვას. თუმცა კრივისკენ გახედვა მიანიშნებს, რომ MMA-ში მისი დარჩენისვა და იმაზე მოკლეა, ვიდრე გვეგონა. თუმცა შეძლებს კი ილია შეინარჩუნოს რკინის დისციპლინა, როცა მისი პირადი სამყარო ინგრევა, თუ გაჰყვება კონორ მაკგრეგორის გზას, რომელმაც დიდებასთან ერთად საკუთარი თავიც დაკარგა. MMA-ში მტრობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის, რაც ილიასა და პედი პიმბლეტს შორის ხდება, გასაკვირია. არსებობს ინფორმაცია, რომ კათარში მათი გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. პედიმ, რომელიც მანამდე ენას არ აჩერებდა, მოულოდნელად ილიას პირად პრობლემებზე დუმილი არჩია. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის პატივისცემა იმ მძიმე მდგომარეობისთვის, რომელშიც ილია იმყოფება. ანალიტიკურად რომ შევხედოთ, ეს თავდაუსხმელობის პაქტი ორივეს აწყობს. ილიასთვის ეს ნიშნავს ნაკლებ მედიურ ნეგატივს, სანამ ის განყორწინების პროცესს და გამოძალვის მცდელობებს ებრძვის. პედიმ კი აჩვენა სიმწივე, რასაც დანა უაითი აფასებს. ბრძოლის კონტრაქტი მაგიდაზე იდო, მაგრამ ილიას იანვარში ჩხუბი არ შეეძლო. პედი ამას გაგებით მოეკიდა, მას იცის, რომ მებრძოლი, რომელიც შვილებს დაშორებული და ექსტორსიის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, ოქტაგონზე 100%-ით ვერ დაიხარჯება. ქართველი გულშემატკივლისთვის ეს პატივისცემის აქციელია. ვაჟკაცობა მტერის დაფასებაც არის. თუმცა არ მოტყუდეთ, როგორც კი ოქტაგონის კარი დახურულა, ეს ემპათია გაქრება. გეგმა ასეთია, თუ პედი თავის ბრძოლებს მოიგებს, ის იქნება შემდეგი ილიას გზაზე. მთავარი კითხვა არის, როგორი შეხვდება ილია ამ ბრძოლას, როგორც მტაცერი თუ როგორც საკუთარი პრობლემებისგან დაღლილი ჩრდილი. პატივისცემა რეალურია, მაგრამ ილიას კონტრაქტში არის ერთი საიდუმლო პუნქტი, რომელმაც შესაძლოა ის არჩევანის წინაშე დააყენოს. ჩემპიონის ღირსება თუ ფინანსური გადარჩენა წლის ბოლომდე. ილია ხშირად საუბრობს კრივში გადასვლაზე. ბევრი ამას შეცდომად თვლის, მაგრამ თუ ციფრებს შევხედავთ, ეს დიდი ბიზნეს სვლაა. თოფურია თითქმის ზედმიწევნით მიჰყვება კონორ მაკგრეგორის სახელმწიფოს. მოიპოვე ქამარი, გახდი გლობალური ვარსკვლავი და მერე წადი კრივში დიდი ფულისთვის. კულუარებში ამბობენ, რომ მას MMA-ში მაქსიმუმ 3 ბრძოლა დარჩა. მისი მიზანი არაა 10 წლეულების მანძილზე ჩხუბი, არამედ დიდი დარტყმა და ადრეული პენსია. განსხვავებით სხვა მებრძოლებისგან, ილიამ შექმნა ბიზნეს იმპერია და ჰყავს ძლიერი სპონსორები. როგორც ქართველისთვის, რომელმაც გზა ნულიდან გაიკაფა, ოჯახის მომავალის უზრუნველყოფა პრიორიტეტია. თუმცა, ამჟამინდელი განქორწინება მის ქონებას დიდ საფრთხეს უქმნის. ეს ნარატივს ცვლის. ის აღარ ჩხუბობს მხოლოდ დიდებისთვის, ის ჩხუბობს დაკარგულის დასაბრუნებლად. საფრთხე კი იმაშია, რომ დიდებამ არ დააბრმავოს, როგორც ეს კონორს დაემართა. კრივი მისთვის ელეგანტური გამოსავალია. ნაკლები ფიზიკური დატვირთვა ჭიდაობის მხრივ და ბევრად დიდი ჰონორარი. ვარაუდობენ, რომ 2027 წელი მისი კრივის დებიუტის წელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ ილიას ბოლო ნაბიჯებს UFC-ში, სანამ ესპანური ბიუროკრატია და სასამართლოები მას საბოლოოდ დაახრჯობენ. ანალიზი ცივია. თითოეული მომავალი ბრძოლა იქნება ვაბანკი. კლიფჰენგერი. მაგრამ არის რაღაც, რასაც ილია არ ამბობს. UFC-სთან ექსკლუზიურობის ხელშეკრულება,
რომელმაც შესაძლოა მისი კრივი სოცნებების სამუდამოდ დაასამაროს, თუ ის დანა უაიტის პირობებს არ დათანხმდება. ესპანეთში ილიასთვის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. იქაურ მედია გარემოში, სადაც ძლიერი და წარმატებული მამაკაცები ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ხვდებიან, ილია შესაძლოა ბოროტმოქმედად გამოაჩინონ მისი პროფესიისა და პირადი კონფლიქტების გამო. საქართველოში ჩვენ ძარას ვაფასებთ, მაგრამ ესპანეთში მატადორი შესაძლოა გაუქმების, cancel culture-ის მსხვერპლი გახდეს. გამოძალვის ბრალდებები და სკანდალური განქორწინება სპორტულ მიღწევებს ჩრდილავს. ფსიქოლოგიურად ეს გამანადგურებელია. როცა შენს სახლში ვერ ცხოვრობ, შვილებს გარიდებენ და გრძნობ რომ ქვეყანა, რომელსაც წარმოადგენს ზურგს გაქცევს, ამას ცოტა თუ გაუძლებს. ჯო როგანმა უკვე დაიწყო ილიას მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, რაც ნიშნავს, რომ UFC-მ თავისი PR მანქანა ჩართო ვარსკვლავის გადასარჩენად. მათ იციან, რომ ილია მხოლოდ მებრძოლი არაა, ის ბრენდია. თუ ილია დაეცემა, ევროპული ბაზარი ჩაიძირება. ჩემი პროგნოზით, ის 2026 წელს მაინც იჩხუბებს. იჩხუბებს ქართული ჟინისთვის და იმისთვის, რომ მილიონიანი სარჩელები დაფაროს. თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვეღარ ვნახავთ იმავე ილიას, რომელმაც ვოლკანოვსკი დაანოკაუტა. ჩვენ ვნახავთ კაცს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. UFC-მ შესაძლოა აიძულოს ქამრის დათომა თუ პროცესები გაიწელება. ილიას სპორტული მომავალი ახლა მონეტის აგდებაზეა დამოკიდებული. მას აქვს ნიჭი იყოს საუკეთესო, მაგრამ გარე სამყაროს ტვირთი სულ უფრო მძიმდება. ჩვენ, მისი ქართველ ძმებს, მხოლოდ ის დაგვრჩენია ვიყულშემატკივროთ, რომ მისი მებრძოლი სულმა სამართლებრივი ქარიშხალს ძლიოს. კლიფჰენგერი, მთავარი კითხვა, რომელიც ყველას გვაწუხებს, ასეთია. იქნება მისი შემდეგი ბრძოლა მეფის ტრიუმფალური დაბრუნება, თუ ეს მხოლოდ დასასრულის დასაწყისია? სანამ ილია თოფურია თავის პირადომებს ებრძვის, UFC-ის სამყაროში კიდევ ერთი სკანდალური სიახლე იხარშება, რომელიც ყველა ქართველ გულშემატკივარს დააინტრიგებს. ალექს პერეირა, კაცი, რომელიც ბოლო წლებში ორგანიზაციის მაშვალ რგოლად იქცა, როგორც ჩანს წლის ყველაზე მასშტაბურ შოუზე, თეთრ სახლში დაგეგმილ ივენტზე, დაპატიჟებული არ არის. ალექს პერეირამ სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა დანა უაიტსთან ერთად და პირდაპირ თქვა: როგორც ჩანს, თეთრი სახლის ამბავი არ შედგება. ეს შოკის მომგვრელი ინფორმაციაა, რადგან პუატანი დღეს UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, საყვარელი და სანახაობრივი ჩემპიონია. რატომ უნდა თქვას უარი კომპანიამ კაცზე, რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა ოქტაგონზე გავიდეს და მეტოქე დაანაკაუტოს? აქ რამდენიმე ვერსიაა. პირველი, ჯონ ჯონსის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჯონსმა თავისი ახირებებით და ასპინალთან ბრძოლაზე უარის თქმით, კომპანიის მოთმინების ფიალა აავსო. და რადგან ჯონსი და პერეირა ერთმანეთს თხოვდნენ ბრძოლას, UFC-მ გადაწყვიტა ეს დუეტი საერთოდ ამოეშალა თეთრი სახლის გეგმებიდან. UFC-ს პერეირა სჭირდება იქ, სადაც ბილეთები ძვირად იყიდება. თეთრი სახლის შოუ, როგორც ირკვევა, იქნება დახურული, VIP ღონისძიება, სადაც მხოლოდ 5,000-მდე ადამიანი დაესწრება. ძირითადად პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და დიპლომატები. იქ ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალი არ არის პრიორიტეტი. პერეირა კი არის არენების კაცი. ის არის მებრძოლი, რომელიც 20-30,000-იან დარბაზებს ავსებს. ჩემი პროგნოზით, დანა უაიტი მას აპრილისთვის, Miami Baby ტურნირისთვის ინახავს. იქ, სადაც ბილეთის ფასები კოსმოსურია და სადაც პერეირამ ერთხელ უკვე აჩვენა თავისი ძალა ადესანიასთან რევანშის დროს. ეს არის ცივი ბიზნეს გათვლა. რატომ დახარჯო პერეირა დახურულ შოუზე, როცა შეგიძლია მაიამიში მილიონები ამოიღო მისი სახელით? თუმცა ჩნდება სამართლიანობის კითხვა. პერეირამ უამრავჯერ გადაარჩინა UFC. როცა მაკგრეგორი ჩაიხსნა UFC 303-დან, სწორედ ალექსი გამოვიდა მოსახსნელად და იჟი პროჰასკა 80 წამში დააფინა. ასეთი ერთგულების შემდეგ მისი თეთრი სახლის მიღმა დატოვება ცოტა უმადურობას გავს. დანა უაიტი ახლა მთელ ფსონებს კონორ მაკგრეგორს ედებს, რადგან თulis რომ კონორი პოლიტიკური VIP-ებისთვის უფრო დიდი ატრაქციონია, ვიდრე ჩუმი და მკაცრი პუატანი. მაგრამ რა მოხდება თუ თებერვალში თეთრი სახლის მთავარი ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი ისევ ჩაიხსნება? UFC-ს მოუწევს 0800 ჩამა სიგნალის ჩართვა, მაგრამ ამჯერად პერეირამ შესაძლოა ტელეფონს არ უპასუხოს. UFC-ს ხელმძღვანელობა ახლა სახიფათო თამაშს თამაშობს. ისინი ცდილობენ თეთრი სახლის შოუ გახადონ ისტორიული, მაგრამ ამისთვის ეყრდნობიან მებრძოლს, რომელსაც ბოლო წლებში უფრო მეტი სკანდალი აქვს ვიდრე მოგება. კონორ მაკგრეგორი, ეს არის დანა უაიტის მთავარი იმედი ამ საღამოსთვის. დანას ჯერა, რომ კონორი გამოსწორდა, მექსიკაში თავისი რიტუალები ჩაატარა და ახლა დისციპლინირებულია.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით კონორის ისტორია. UFC-ს 303-ზე აღგალაფერი მზად იყო. პოსტერები დაიბეჭდა, ბილეთები გაიყიდა, მაგრამ ნეკათითის ტრავმამ ყველაფერი წყალში ჩაღარა. ანალიტიკურად რომ შევხედოთ, პერეირას დაჩაგროვა მაკგრეგორის სასარგებლოდ დიდი რისკია. ალექსი არის მებრძოლი, რომელიც აქ და ახლა შედეგს. მან დაამტკიცა, რომ ცონების ცვლა და ტიტულების დაცვა მისთვის პრობლემა არ არის. მაშინაც კი თუ ის მძიმე წონაში, heavyweight-ში ასვლას გეგმავს და იქ სირილ განთან ან რომელიმე ტოპთან ჩხუბს ითხოვს, UFC მას მაინც აჩერებს. რატომ? იმიტომ რომ მათ ეშინიათ პერეირამ ჯონ ჯონსის ლეგენდა არ დაასამაროს, მანამ სანამ ჯონსი თავად არ გადაწყვეტს წასვლას. თეთრი სახლის შოუ იქნება ელიტარული წვეულება. იქ არ იქნება ხმაურიანი ფანების არმია. იქ იქნება ბიუროკრატია. დანა ვაიტს გონია, რომ კონორი ამ გარემოს უკეთ ეხამება, მაგრამ პერეირა ეს არის ნამდვილი საბრძოლოსული. მისი იგნორირება, მაშინ როცა ის თავად ითხოვდა ამ შოუზე ყოფნას, შესაძლოა კომპანიას ძვირად დაუჯდეს. თუ პერეირას მაიამიში გადაიყვანენ, მას იქ დიდი ბრძოლა დასჭირდება, ან ტრილოგია იჟისთან, ან მძიმე წონაში დებიუტი. მაგრამ თუ მას იქაც არ მისცეს ის რაც სურს, ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ პუატანის დემოტივაცია, რაც სპორტისთვის დიდი დანაკარგი იქნება. საბოლოო ჯამში სურათი ასეთია: UFC ცდილობს შექმნას პოლიტიკური შოუ და ამისთვის სირავს სპორტულ ლოგიკას. პერეირას დაპაუზება არის მინიშნება იმაზე, რომ ორგანიზაცია უფრო მეტად მარკეტინგზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ ჩემპიონებზე. ჩვენ კი გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია. დაველოდოთ, გაამართლებს თუ არა მაკგრეგორის იმედს, თუ ისევ პერეირას მოუწევს ყველაფერის გადარჩენა ბოლო წუთს, როცა თეთრი სახლის შოუ კრახის პირას დადგება. ილია თოფურიას პირადი კრიზისი და ალექს პერეირას მედიური იგნორირება. არის თუ არა ეს ნიშანი იმისა, რომ UFC-ში ახალი ერა იწყება, სადაც სპორტსმენის ერთგულებაზე მაღლა პოლიტიკური თამაშები დგას.